კითხვა მაქვს ასეთი უცნაური, არა, თლად უცნაური არა, მაგრამ მოდი ასე ვიტყვი, მაინც თქვენის ნებართვით შეიძლება თუ არა მე იგივე სიტყვა, არა, იმავე სიტყვით მიუმართო კი არა, იგივე სიტყვა ვუწოდო შალვა პაპუაშვილს, რა სიტყვითაც ის მოიხსენიებს ბევრ ჩვენგანს თუ ყველა ჩვენგანს არა. თუ შალვა პაპუაშვილი ჩემზე იტყვის დეგენერატიაო, ჩვენზე იტყვის დეგენერატები არიანო, მე რომ თქვა შალვა პაპუაშვილზე დეგენერატია, შალვა პაპუაშვილი მეთქი, გულახდილად გეტყვით, მე ალბათ შალვა პაპუაშვილის შესაბამისი სარჩელის თუ საჩივრის გათვალისწინებით მე ალბათ ასე უნდა თქვა, ამ სკვანჩავენ, არა ადმინისტრაციული წესით დამაჯარიმებენ ან 12 თუ 18 დღიან პატიმრობას მომისჯიან, მაგრამ აი შალვა პაპუაშვილმა რო თქვას ჩემზე, ამ შემთხვევაში რა ინდულგირებულია, იმიტომ რომ პარლამენტის ეგრეთ წოდებული პარლამენტის თავმჯდომარეა. ეს კითხვა მე დიდი ხანია მაწუხებს. უბრალოდ მაწუხებს ბჭყალებში, მე ვიცი რომ ასეა, მე ვიცი რომ მათ აქვთ ჩვენი შეურაცხყოფის, ხოლო ჩვენ მათი კრიტიკის უფლებაც კი არ გვაქვს. ეს კითხვა მე გამებადა კიდევ ერთხელ მას შემდეგ, რაც მოусმინე შალვა პაპუაშვილს პარლამენტის თავმჯდომარედ წოდებულს. დიახ, პარლამენტის თავმჯდომარედ წოდებულს. ეს არ არის შეურაცხყოფა, ეს არის ფაქტი, მაგრამ თუ ფაქტი გნებავთ რომ თქვა რომ ეს ფაქტი არ არის, შეფასებაა. თუ გნებავთ ასე ვიტყვი, შეფასება კი მით უფრო ჯდება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში. აქ შალვა პაპუაშვილი, რასაც ეხლა მე თქვენ გაჩვენებთ გაცილებით უარეს ამბობს, ანუ შეურაცხყოფას გვაყენებს, მაგრამ ჯერ და სხვა რამესაც ამბობს, მაგრამ ჯერ ამ შეურაცხყოფაზე გავაბახვილებ ყურადღებას. ვფიქრობ, რომ დაზუსტ რომ სამსახურის ხელმძღვანელმა მოქცა საუკეთესო ტესტი, როგორ ამოვიცნოთ deep state-ის პროპაგანდისტი და სასარგებლო იდიოტი. აი, ვინც კი ახსენებს რუსული, პრორუსული, არარუსული, აი ეს არის ტესტი. როგორც კი მოსახლეობა, როგორც კი ამ სიტყვას გაიგებთ, იქვე ეჭვი აიღეთ, რომ ეს ადამიანი არის ან deep state-ის პროპაგანდის აგენტი, ან სასარგებლო იდიოტი. ესე იგი, მე თუ ვახსენებ სიტყვას რუსული, პრორუსული, ზერუსული, ქვერუსული, რუსული და შმუსული, მე ვარ ან deep state-ის პროპაგანდის აგენტი, ცილისამებისთვის რომ უჩივლო ამ პატივცემულ კი არა არაპატივცემულ პირს ხო წესით ობიექტურ სასამართლოში ამათ მიერვე მიღებული კანონების თანახმად მას რაღაც ადმინისტრაციული სახთელი სასჯელი უნდა დაეკისროს, ეს ერთი. და უარეს ამბობს, ან არისო, როგორც ამბობს, ან არის სასარგებლო იდიოტიო. ახლა მე მოუტრიალდები იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოში თუ გაირჩევა საქმე, ანუ ის თუ შეიტანს სარჩელს ჩემს წინააღმდეგ, მეც შეგებებულ სარჩელს შევიტან და ვიტყვი, შალვა პაპუაშვილი იგივე სიტყვებს ვიტყვი, არის რუსეთის აგენტი, ან რუსეთისთვის სასარგებლო იდიოტი. გასაგებად ლაპარაკობ? ეხლა მოდით ვიდავოთ თუნდაც რუსეთის სასამართლოში, როგორ უნდა დამადანაშაულოს მე ვინმემ იმ ბრალდებით, რა ბრალდებითაც არ დაადანაშაულებს შალვაია პრორუს აგენტს და შმაგენტს პაპუაშვილს, მაგრამ აქ ამ ვიდეოში კიდევ უფრო უარესებს ამბობს, უბრალოდ მისი შინაარსი რაც არის, ეს უფრო ყურადღება გასამახვილებელია. რომელიც აი ამ პროპაგანდას ავრცელებს და ერთი მაგალითი დღესაც მოგიყვანეთ, როდესაც ეკლესიაზე მიიტანა შეტევა ერთ-ერთმა NGO-მ და ყველას გავახსენებ, რომ სალომე ზურაბიშვილი თავის ინტერვიუში ჯერ კიდევ პრეზიდენტობის არჩევნების შემდეგ როგორ ამბობდა, რომ ტრამპის არჩევნები ზუსტად აი ამ დღეს ამხილა ამერიკის შეერთებულ შტატებმა, რომ 2016 წლის არჩევნებში ტრამპმა გაიმარჯვა ტულსი გაბარდმა, რაც ამხილა, ხო? რაც თქვა ობამას ადმინისტრაციაზე, ის სწორი შენიშვნა იყო, იმიტომ რომ ჩანს ასეა, რომ იმ ხანად ტრამპის წინააღმდეგ აგორდა კამპანია და მას ცილს წამებდნენ ობამას ადმინისტრაციის პირობებში, ანუ პირველ კადენციამდე, ანუ 2016 წლის ნოემბრამდე, მას ტრამპს ცილს წამებდნენ პრორუსული პოლიტიკის გატარებაში თუ რუსეთის აგენტობაში. მაგრამ ის დამოუკიდებლად იმისა, ვინ ცდებოდა და ვინ არ ცდებოდა იმ ხანად ტრამპთან მიმართებაში, ან ვინ
ვინ რას უწოდებდა დონალდ ტრამპს, საერთოდ უნდა ვიცოდეთ, რომ რასაც პაპუაშვილი ამბობს, ეს არის პირველ ყოვლისა შეღიზიანება მისი, ანუ გაღიზიანება მისი, მას შეეხო, ისე როგორც წელ ქართულ ოცნებას, რომ მათ უწოდებენ რუსებს და ეხა თულსი გაბარცი ეყრდნობიან და ჰგონიათ, რომ ეს კარგი არგუმენტი, სათავისო არგუმენტი მოიფიქრეს თუ მოიზიეს და აქედან გამომდინარე ამბობენ, თუ ტრამპი არ იყო პრორუსი, როგორც ტრამპი არ იყო პრორუსი და მას სტენიდნენ, აბრალებდნენ პრორუსობას, ზუსტად ისევე არა ვართ ჩვენ პრორუსებიო, თუ ტრამპს ებრძოდა deep state-ი, ჩვენც გვებრძვის სწორედაც რომ deep state-იო. მინდა ხაზგასმით თქვა, რომ deep state-ი, ანუ ღრმა სახელმწიფო, ბიუროკრატია თუ გნებავთ ასე ვიტყვი, გამჯდარი შეერთებულ შტატებში, გამჯდარი ევროპულ და ამერიკულ სივრცეებში, არსებითად განსხვავდება იმ deep state-ისაგან, არა, იმ deep state-ისაგან არა, იმ წარმოდგენებიდან deep state-ის თაობაზე, რომელსაც გვაწვდის ჩვენ შალვაია პაპუაშვილი სასარგებლო იდიოტი ან სასარგებლოს გარეშე, ანუ პირი, რომელიც დღეს de facto ხელისუფლებაშია და კობახიძე რასაც გვაწვდის და ასე შემდეგ. ესენი ნახეთ რას ამბობენ და ამერიკელები ამას არ ამბობენ. ესენი ამბობენ deep state-ი, DPC, გლობალური ომის პარტია. Deep State-ი, DPC, გლობალური ომის პარტია შეერთებულ შტატებში და ევროპაში, ევროპულ სტრუქტურებში არ ისმის. Deep State-ი ისმის, მაგრამ გლობალური ომის პარტია არ ისმის. ანუ არავინ არ ამბობს, რომ რაღაცა Deep State-ი, რომელიც არსებობისშიც მეეპარება პირადად, მაგრამ ეს ჩემი პერსონალური აზრია და ბევრი მეთანხმება ამა და ბევრს მეთანხმები მე, რაღაცა Deep State-ი განაპირობებს ომის წარმოქმნა, წარმოშობას თუ რომელიმე სივრცეში, ან უბიძგებს რომელიმე სახელმწიფოს ომისაკენ. ასე მაგალითად Deep State-ი თუ არსებობს ის არც ერთ შემთხვევაში არ უბიძგებს მაგალითად ლიეტუვას ან ესტონეთს რომ ჩაერთოს ომში რუსეთის წინააღმდეგ ან მოლდოვას არ უბიძგებს რა ვიცი ავსტრიაზე არ ვიტყვით რომ ნეიტრალური სახელმწიფოა ესპანეთს, გერმანიას, პოლონეთს თუ საფრანგეთს თუ შეერთებულ შტატებს და ასე შემდეგ. მაგრამ ამათთვის ტოლობის ნიშანია Deep State-ს, ჩემი აზრით არ არსებობს და გლობალური ომის პარტიას შორის. მაგრამ აქ კიდევ ესეც არ არის აღსანიშნავი და საინტერესო. პრორუსი და რუსი პოლიტიკოსი ჩვენ შეგვიძლია როგორც ფაქტად, ისე შეფასებად ვუწოდოთ რუს პოლიტიკოსად, პრორუს პოლიტიკოსად მოვიხსენიოთ ასე მაგალითად შალვა პაპუაშვილი. იმიტომ რომ ის რუსულ პოლიტიკას ატარებს. აქაოდა მე უმეძახით რუს პოლიტიკოს, იმიტომ რომ ეს deep state-ობა არის, ეს deep state-ობას, deep state-ის აგენტობას ნიშნავსო, ეს არასწორი მოსაზრებაა, იმიტომ რომ რუსობა და პრორუსობა ზოგადად არსებობს მთელ მსოფლიოში. ნახეთ პუტინს რა აქვს და თქვამი. პუტინმა თქვა ამგვარი რამ წლების წინ და გაიმეორა ახლახან, ცოტა ხნის წინ. სადაც რუსი დაადგამს ფეხს, რუსი ჯარისკაცი დაადგამს ფეხს, ის ითვლება რუსულ მიწად. ყირიმში დაადგა, რუსულ მიწად ჩათვალა. საქართველოში დაადგამს, ხო, რუსულ მიწად ჩაითვლება და არა მხოლოდ ჯარისკაცი, არამედ აქედან გამომდინარე, არა მხოლოდ ჯარისკაცი, რიგითი რუსი მოქალაქეც კი. აქედან გამომდინარე, რუსეთს აქვს ეს საცეცები და თუ ვინმე ამ საცეცების განვრცობაში, ამ საცეცების ამოქმედებაში მას ხელს უწყობს და პაპუაშვილი უწყობს, ის შესაბამისად უნდა მოიხსენიებოდეს სწორედაც რომ რუს თუ პრორუს პოლიტიკოსად თუ გნებავთ სასარგებლო იდიოტად რუსეთის სასარგებლო იდიოტად. საერთოდ უნდა აღვნიშნოთ რომ Deep State-ის აგენტობა თუნდაც ესე იყოს, რასაც ბრძანებს და ამბობს შალვა პაპუაშვილი, გაცილებით ნაკლები ცოდვაა, ვიდრე რუსეთის აგენტობა და გაგიკვირდებათ და თუ ეს პატივცემული კი არა პატივცემული პირი ჩვენ Deep State-ის სასარგებლო იდიოტს ან Deep State-ის აგენტს გავლენის აგენტს გვიწოდებს, ხო, ეს რომც იყოს ასე, ჩვენ ნაკლებ ცოდვაში ვართ ვიდრე თავად შალვა პაპუაშვილი, რომელიც რუსეთის სასარგებლო აგენტია თუ იდიოტია და რუსეთისთვის სასარგებლო ნაბიჯებს დგამს. და კვლავ უბრუნდები კითხვას, მე რო ეხლა ვუწოდე მას სასარგებლო იდიოტი რუსეთისა, ეს ნიშნავს იმას, რომ მე უნდა დავისაჯო და შალვა პაპუაშვილი კი არა, განვაგრძოთ მისი მოსმენა. რო კითხეს რომ მტკიცებულებები და საქართველოში შესაბამისად. მტკიცებულებები რო კითხა ჟურნალისტ. მტკიცებულებები ვერც ცალობე ზურაბიშვილს და ვერც მე იმის თაობაზე რომ შალვა პაპუაშვილი არის რუსი, მე ვერ მექნება, იმიტომ რომ FSB-ს არქივებში არქივებზე წნობა მე არ მაქვს. მე ვერ ჩავძვრები, ფიზიკურად ვერ ჩავძვრები და ვერ ამოვქეკავ დოკუმენტებს, როგორ დაავერბოვკეს სავარაუდოდ
შალვა პაპუაშვილი ან ირაკლი კობახიძე ან ბიზინა ივანიშვილი ან სხვები და სხვები. ვერ ჩავძვრები. არ გამიხსნის FSB და თუ გამიხსნის, ოდესმე რომ წარმოვიდგინოთ სიგიჟე და წარმოუდგენელი, რომ ჩავიდე იქიდან ცოცხალს არავინ არ გამომიშვებს და არც გამიხსნის, არც მაჩვენებს ამ არქივებს ეს ისტორიას ვანდოთ, ისიც თუ ოდესმე იმ დროსაც თუ ოდესმე გაირკვევა, იმ შემთხვევაში თუ ოდესმე გაირკვევა სიმართლე. მაგრამ როდესაც შალვა პაპუაშვილი ამა თუ იმ პოლიტიკურ ნაბიჯს დგამს, ან კობახიძე ან ივანიშვილი ან მდინარაძე ან კალაძე ან სხვები და სხვები, ჩვენ შეფასებად მინიმუმ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის რუსეთისთვის სასარგებლო ქმედება და რაღაცა რუსეთისთვის სასარგებლო ქმედება, შესაბამისად ეს პატივცემული არის რუსეთის აგენტი ან სასარგებლო იდიოტი, გავიმეორებ ამ სიტყვას და ასე შემდეგ. და როდესაც და რუსეთი არის თვალხილული ქვეყანა, ხო? ანუ ვიცით, რომ ამხელა ქვეყანაა თავისი იმპერიული ზრახვებით. Deep State-ი თვალხილული ორგანიზაცია არ არის. Deep State-ის ვერც ერთი წარმომადგენელი ვერ დააუსახელებია დღემდე ქართულ-რუსულ ოცნებას, ანუ ამ ბანდას, რომელიც მართავს საქართველოს და ეს არის რაღაცა არარსებული ან ქიმერული ორგანიზაცია, რომლის ორგანიზაცია თუ სტრუქტურა თუ არ ვიცი რაც ქვია, რომლის თაობაზეც ესე გვაბოლებს მათ შორის შალვა პაპუაშვილი და განვაგრძოთ მისი მოსმენა. მტკიცებულები საიდანვე მქონდეს ეს ხო საყოველთაო ცნობილი ფაქტია. აი ასე არის. დიახ, საყოველთაო ცნობილი ფაქტია, რომ რუსეთს აქვს თავისი საცეცები. რუსეთი არ არის სუსტი სახელმწიფო. რუსეთს უნდა საკუთარი საზღვრების გაფართოება, გავლენების გაფართოება. ამას ივანოვი და პეტროვი მოსკოვში მსხდომნი ვერ ახერხებენ. პუტინი, ივანოვი, პეტროვი და ლავროვი და მედვედევი. აქედან გამომდინარე ის ქირაობს ამა თუ იმ სივრცეში, ყაზახეთში, თურქმენეთში, უზბეკეთში, ტაჯიკეთში, ხო, ყირგიზეთში ეს ცენტრალური აზიის სახელმწიფოები, სომხეთში, აგე რუსეთისთვის სასარგებლო ქმედებით დაკავებულნი იყვნენ აგენტურა, რომელიც იყო აზერბაიჯანში და ალიევმა ისინი დაიჭირა და გააძევა. ზოგი დაიჭირა. სომხეთი იყო გამოტენილი და არის გამოტენილი, მათ შორის ეჩმიაზინი იყო გამოტენილი რუსული აგენტურით. ისინი რო უწოდებენ პრორუსებს ან რუსეთის აგენტებს, ისინი რა Deep State-ის წარმომადგენლები არიან, ალიევი Deep State-ის წარმომადგენელია? მე ვეკითხები შალვაია პაპუაშვილ სასარგებლო იგივე სიტყვას ხმარობ, ანუ რუსეთისთვის სასარგებლო იდიოტს. და შესაბამისად საქართველო, რომელმაც კურსი იცვალა და რომლის ხელისუფლებად წოდებულ ბანდა გაჯერებულია გვარით ქართული და არსით რუსული პიროვნებებით, მათ რომ ვუწოდოთ რუსეთის აგენტები რა პრობლემაა? და თუ ამის შედეგად ასე შემოგვიტევს ეს ახალი ნარატივია რაღაც ქართული ოცნებისა, რომ აი რაღა ეტულსი გაბარდმა ეს თქვა, ჩვენც არა ვართ პრორუსებიო, როგორც ტრამპი არ იყო, დიახ, ტრამპი არ იყო, ობამა აბრალებდა, მოდი ასე ვიტყვი, ობამამ აუგორა, თუ დაუჯერებთ თულსი გაბარდს, მაგრამ აი ჩვენთან კი სასარგებლო იდიოტები, ყველაზე ერბილად ფაფასები და რეალურად კი აგენტები რუსეთისა უხვად არიან, ამის ერთ-ერთია მათ შორის, არ არის მთავარი, მასზე მთავარი მისივე პარტიაში საკმაოდ ბევრია, განვაგრძოთ ამ აგენტის მოსმენა და არასოდეს დავამთავრებთ მისთვის აგენტის და რუსეთის აგენტის წოდებას, რაც არ უნდა თქვას მან რომელიმე პროპაგანდისტურ მედიაში, აი ეს არის მარტივი ტესტი, როგორც კი გაიგებთ რუსული, ანუ რუსული ვეღარ გვითქვამს უყურეთ? მარტივი ტესტი. როგორც კი გაიგებთ რუსული, პრორუსული, არ უნდა ვთქვათ? რუსული პოლიტიკა ტარდება ვიღაცის მიერ, არ უნდა ვთქვათ და თუ ვიტყვით, ამათმა უნდა გითხრათ, რომ ჩვენ ვაიმე თურმე Deep State-ის აგენტები, არავითარი Deep State-ის აგენტი არ ვარ. კარგი, მოდი სხვაგვარად ვიტყვი. გუშინ წინ მე მომივიდა, ეგრა მაგის პასუხია, ბარემ სიმართლეს ვიტყვი, რასაც ვიტყვი, ის ცოტა ირონიზებულია, ცოტა კი არა გვარიანად, ხო? მე გამიტეხეს მეილი და მე არ მაქვს ჩემი ელექტრონული პოსტა, ვერ აღვადგინე, ჩემი აზრით გატეხილია, იმიტომ რომ არ მაქვს ცდობა, მაგრამ კარგით გავანებოთ ამის თავი, ღმერთმა უცხისთვის გამოიყენებენ ამ ყველაფერს. მე გუშინ წინ მომივიდა მეილი, სადაც Deep State-ის წარმომადგენელი ჯონ სმიტი მწერდა, რომ მოდი ამათ უწოდე რუსულიო. ესეა? მოდი გამომკითხეთ ახლა პროკურატურაში დამიბარეთ, ჯონ სმიტის მეილს გაჩვენებთ. სადაც ჯონ სმიტი Deep State-ის წარმომადგენელი მე მეუბნება, აი გვეუბნები პროკურატურას ღიად. მეუბნება რომ შენ ხარ Deep State-ი და მოდი ამათ უწოდე რუსულიო. ასეა? ასე რომ მე და ბევრი ჩვენგანი, რაც არ უნდა იბაქიბუქოს ახლა პაპუაშვილმა, ჩვენ ამ ასე მათ მოხსენიებას, ასე მათ შეფასებას არ შევწყვეტთ. არა რუსული ასე შემდეგ
ჩათვალეთ, რომ ეს არის 100%-იანი გარანტიით, ან არიან სასარგებლო იდიოტები, deep state-ის პროპაგანდის, ან პირდაპირ deep state-ის დაქირავებული პროპაგანდისტები და ფიქრობ, რომ დაზუსტებს რომ დაქირავებული პროპაგანდისტები თუ დაქირავებული აგენტები deep state-ის. ვარ. ერთ-ერთი რომ დავაყენოთ და გამოვკითხოთ მოსახლეობა, რას ჯობს ვიყო deep state-ის. ოღონდ deep state-ი არ არის გლობალური ომის პარტია, იმიტომ რომ მას არავინ უწოდებს გლობალური ომის პარტიას, მათ შორის ის ქვეყნების, რომლებიც აღიარებენ deep state-ის არსებობას, როგორც სტრუქტურის თუ სივრცის თუ რა ვიცი, გავლენის ორგანიზაციის. Deep State-ი ამათეული გაგებით არის გლობალური ომის პარტია. მე არა გლობალური ომის პარტიის, მაგრამ Deep State-ის წარმომადგენელი ვარ. ობამა პირადად მიკავშირდება ხოლმე, რომ პაპუაშვილს უწოდო რუსი. გასაგებია? გურამიშვილი ამბობს, მე გადავაკეთებ. გურამიშვილი ამბობს, ესე აბს თუ ავი არ ვუწოდე, კარგ სახელად რა დავარქო. რუსი არ ვუწოდე, მე დასავლელს, პროდასავლელს ანუ პრო საქართველოს რა დავარქო. შალვა პაპუაშვილი დაიმსახურა მან უკვე და ვეღარაფერი გამოგვასწორებს. შალვა პაპუაშვილმა დაიმსახურა შეფასება რუსი და რაც არ უნდა იბაქიბუქოს ამ პროპაგანდისტურ მედიაში, რომელრხზე იყო არ ვიცი ეს. მაღალი ალბათობით საზოგადოებრივი მაუწყებელია, მაღალი ალბათობით სტუდიის მიხედვით რუსული დროშის ფერებში შემკულსთან დრადან. ხო, მარტივი ტესტია, როგორც კი გაიგებთ რუსული და ასე შემდეგ, პრორუსული, პრორუსული და ასე შემდეგ, ჩათვალეთ რომ 100%-იანი გარანტიით არ არიან სასარგებლო დიოდები. აქ მეორე არხზე კიდე ეს ყოფილა ეს, კიდევ ერთი ბანდიტი. Deep State-ის კი არა, იმის რუსეთის გავლენის აგენტი. მონაპოვარი. ქართული ოცნების მონაპოვარი არ არის. ეს ფუტკარაძეს უნდა უთხრა. ქართული ოცნების მონაპოვარი არ არის უვიზო მიმოსვლა. უვიზო მიმოსვლაზე დაწყებულია მუშაობა ჯერ კიდევ 2000-იანი წლების დასაწყისში. ის რომ 2010-იანი წლების შუა წელს 17-ში გაფორმდა უვიზო რეჟიმი ევროკავშირთან, ხო, არანიშნავს რომ ქართული ოცნების მონაპოვარია ეს ერთი. და ამ პროპაგანდისტურ მესიჯებს დაწერილ კითხვებს დაანებეთ თავი, იმიტომ რომ ხვალინდელ საქართველოში თქვენ ბილეთი არ გეკნებათ არც ერთ შემთხვევაში და თქვენ იქნებით თქვენ გადახვებით, ჩახვებით საფლავში ამ ბანდა ხელისუფლებას. იმიტომ კი არა რომ ხელისუფლების წევრი იყავით, არამედ იმიტომ რომ ხელისუფლების დანამატი იყავით და ამათ აძლევდით შესაძლებლობას, საშუალებას, რომ აი ეს წყვილები მოეხვიათ ჩვენთვის თავზე და ეს რუსული პოლიტიკა მოეხვიათ თავზე და არაფერს კრიტიკულს ერთხელაც კი ერთი არაფერი კრიტიკული არ გიკითხავთ მათთვის. ეს ზოგადად იმედის ბოსტანში და კონტექსტში და ზოგადად პროპაგანდისტური მედიის და კონკრეტული ავტორების და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. უვიზო მიმოსვლა არის ქართული ხალხის მონაპოვარი და ამ ქართული ხალხის მონაპოვარს გვართმევს ჩვენ ქართული ოცნება, რომლის ერთ-ერთი ლიდერი კალაძეს დავარებოთ ახლა თავი, რომლის ერთ-ერთი ლიდერი კი არა პრემიერ-მინისტრად წოდებული ბანდიტი გავლენის აგენტი რუსეთისა ამბობს შემდეგს, რომ ვიზების რიგში ჩადგებით და მიიღებთ ვიზებსო. ეს არის წყვილი ჩვენ ვინც ჩადგება, ვინც მოხვდება, აი ჩაეწერა რომელიმე ქვეყნის საკონსულოში ას ურთულესი იქნება 90% უბრალოდ ვერ მიიღებს ვიზას და მრავალთვიანი ლოდინი მოუწევს იმისთვის რომ ვიზა მიიღოს შენგენის წევრ სახელმწიფოებში და კობახიძე ისევე უნდა რომ ის როგორც თავად ვერ ივლის ევროკავშირში და ვერ ივლის ეს ასაკვირველია, ასევე უნდა რომ დაისაჯოს ქართველი ხალხი და ეს არის სწორედ სასარგებლო კი არა, ნამდვილი იდიოტობა რუსეთის სასარგებლოდ. მართლა ნახონდეს.